არ არსებობს ერთიანი სისტემა, რომელიც ციხეებსა და ფსიქოტროპული მკურნალობის დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს დაიცავს. ასეთია სახალხო დამცველის სპეციალური კვლევის შედეგები. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები დროებით მოთავსების იზოლატორებში, სასჯელ აღსრულებისა და ფსიქოტროპული მკურნალობის დაწესებულებებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მდგომარეობას აკვირდებოდნენ. ანგარიშის თანახმად მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და სამედიცინო მომსახურება არ არსებობს. კვლევა გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში ჩატარდა. მთელი რიგი კომპლექსური პროგრამა არის განსახორციელებელი იმისთვის, რომ შიშო პირთა უფლებები იყოს დაცული დახურდაცებულებებში, რადგან ისინი უფრო მეტად არიან რეალურად რამდენიმე დისკრიმინაციის რამდენიმე სახის დისკრიმინაციის მსხვერპლი შესაძლოა გახდნენ ადამიანები დახურდაცებულებებში. თუნდაც სამედიცინო მომსახურების მხრივ რომ არ არის ადაპტირებული გარემო, ზოგადად დაწესებულებები და ძირითადად რა თქმა უნდა მივდივართ ინფრასტრუქტურამდე, რომელიც არ არის ადაპტირებული შიშო პირთა მდგომარეობაზე.